ახლა კი იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობდა არჩევნები თელავში დღის პირველ ნახევარში. ნომერ მესამე საარჩევნო უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ამორჩევას ხმის მიცემა 8 საათიდან შეეძლო. აღნიშნულ უბანზე პირველი მოქალაქე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად 8 საათსა და 5 წუთზე მივიდა. დამკვირვებლების განცხადებით ამ დროისათვის რაიმე სახის დარღვევები არ დაფიქსირებულა. როგორც ეს საარჩევნო უბანი გაიხსნა 7 საათზე, ჩატარდა შესაბამისი პროცედურები, 8 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბანი, მოგვიდა პირველი ამორჩეველი 8 საათსა და 5 წუთზე, გვარად მგონი ერეკლე ამბარდანიშვილი, შეივსო საკონტროლო ფურცელი, მოხდა მისი განთავსება ძირითადად გადასატან კუჩში და ნორმალურად მშვიდად მიმდინარეობს საარჩევნოები, დაახლოებით 100 ამორჩეველი ყავს ამ დროისთვის. რაც შეეხება თვითონ უბანზე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი უბანი საკმაოდ აქტიურობს, ამორჩეველი აქტიურად მოდის და აკეთებს თავის არჩევანს და მე იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე ჩვენ ასე მშვიდ და აქტიურ მშვიდობიან აქტიურ გარემოში ვიმუშავებთ.